ვინ შეცვლის გია ხუბუას ქართული პრესა უნივერსიტეტის რექტორობის სავარაუდო კანდიდატებზე უკვე საუბრობს. მათ შორის არის გიგი თევზაძე, ავთანდილ დემეტრაშვილი და გოკა გაბაშვილი. ახალ რექტორს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სავარაუდოდ ნოემბერში აირჩევს. მანამდე კი საბჭოს წევრები გია ხუბუას გადადგომის მიზეზებზე საუბრობენ. გუგული მაღრაძე ამბობს, რომ სკანდალი მის წინააღმდეგ მიზანმიმართული აქცია იყო. ხუბუას გადადგომის მიზეზები და საქმე, რომლის გამოძიებაც რექტორმა ჯერ კიდევ 2008 წელს ითხოვა ნახეთ ნინი საყვარელიძის სიუჟეტში. ის ძალიან ცდილობდა უნივერსიტეტის სუვერენიტეტი დაცულიყო და უნივერსიტეტში რაღაც კარგი ცვლილებები მოხდა. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი ფიქრობს, რომ გია ხუბუას წინააღმდეგ დაწყებული სკანდალი მიზანმიმართული პროცესი იყო. იხსენებს 2008 წელს, როცა უნივერსიტეტიდან წიგნების დაკარგვის შესახებ სამართალდამცველებს ხუბუამ თავად შეატყობინა და გამოძიების დაწყებაც ითხოვა. 2008 წლის 15 მარტს რექტორმა შეიტანა ესე იგი წინადადებით მიმართა წერილით ვაკის პოლიციას, რომ უნივერსიტეტში დაიკარგა წიგნები და მოთხოვა მათ გამოძიების დაწყება. 2 წელიწად ნახევარი მიდის გამოძიება. თქვენ იცით ახლა ამ ხელისუფლების სტილი თუ კი ჭირდებათ, უცებ ხდება გამოძიება. ხო თუ კი არა 2 წელიწად ნახევრის შემდეგ უცებ გადის ტელევიზიებში ასეთი ინფორმაცია. ნუ ცხადია ახლა ორგანიზირებული და მართული პროცესია. ქართული პრესა გია ხუბუას სავარაუდო შემცვლელზე უკვე საუბრობს. კანდიდატურებად სახელდებიან საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი, მმართველი გუნდის წევრი გოკა გაბაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სიხარულიძე და ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე. გოკა გაბაშვილისა და დავით სიხარულიძის პოზიცია ჩვენთვის უცნობია. დემეტრაშვილი და თევზაძე კი ინფორმაციას არ ადასტურებენ. არ შემოთავაზება, არც ოფიციალური საუბარი არავის არ მქონია, რომ იყოს კიდევაც მე მაინც უარსვიფია. ვინაიდან ჩემი მომავალი მე ცოტა მომავალში სხვა გეკნებოდა. უნივერსიტეტის რექტორმა გია ხუბუამ საკუთარი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ აკადემიურ საბჭოს მოულოდნელად დანიშნულ სხდომაზე მიმართა. რექტორმა გადადგომის მოტივად სამეცნიერო სამუშაოებისთვის დროის ნაკლებობა დაასახელა. ხუბუას გადადგომას წინ უძღოდა უნივერსიტეტიდან წიგნების დაკარგვის გამო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის დაკავება. განათლების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ კი სასწავლებელში დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყო. რექტორმა მაშინ თქვა, რომ მზად იყო უნივერსიტეტში ნებისმიერი მაკონტროლებელი ორგანო მიეღო. ნებისმიერი მაკონტროლებელი ორგანო გვინდა სიამოვნებით მოვიწვიოთ, გამოიკვლიონ ნებისმიერი სფერო უნივერსიტეტისა. თავისი საფინანსო, ადმინისტრაციული პერსონალის მართვის თუ მართვის ორგანოების მოქმედებით დაწყებული თუ დამთავრებული, იმიტომ რომ ჩვენ დასამალი არაფერი არ აქვს. ახალი რექტორის არჩევნები ნოემბერში უნდა გაიმართოს. პირობები გამარტივებულია მათთვის, ვისაც რექტორობა სურს. კანდიდატმა აკადემიური საბჭოს მიერ დაყენებული მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. მოთხოვნებს თავად საბჭო განსაზღვრავს. საჯარო განხილვის კომისია მუშაობას განაგრძობს. ახალ კონსტიტუციას დღეს თავდაცვის სამინისტროში განიხილავდნენ. ახალი პროექტი ძალოვანი მინისტრების დანიშვნის უფლება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრზე გადადის. უფლებების გადანაწილება საომარი და საგანგებო ვითარების გამოცხადების დროს ხდება. ახალი პროექტის მიხედვით რა ცვლილებები განხორციელდება ძალოვან უწყებებში და რა შეზღუდვები დაუწესდება პრეზიდენტს როგორც ქვეყნის მთავარ სარდალს, ანა ბროლაძე არ გვხვდა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის რამდენიმე მცდელობის მიუხედავად თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ხელმძღვანელობას ახალ კონსტიტუციაზე შეკითხვები არ გასჩენია. საჯარო განხილვების კომისია დღეს თავდაცვის უწყებას სტუმრობდა. სამხედრო და სამოქალაქო სექტორის მაღალჩინოსნებმა სპიკერისა და კონსტიტუციის პროექტის ერთ-ერთი ავტორის თენგიზ შარმანაშვილისგან პირადად მოისმინეს იმ რამდენიმე ცვლილების შესახებ, რომელიც კონსტიტუციის პროექტით თავდაცვის სფეროს შეეხება. საკმაოდ განვიხილულია საგანგებო და საომარი ვითარების მდგომარეობა. საომარი ვითარების მდგომარეობაში პრეზიდენტის აქტებს არ შედება კონსტიტუციები არც სფეროში, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის და შეიძლება. რეგიონული შტაბის უფროს არანაირი შეხება არ აქვს და არ უნდა კონდეს პოლიტიკასთან, ის არის სამხედრო პროფესიონალი და ის პირდაპირ ემორჩილება თავარსარდალს და მას ნიშნავს ქვეყნის თავარსარდალი, ანუ პრეზიდენტი. აქ ეს გაყოფაც ამ მოდელში ჩანს სამხედრო და სამოქალაქო კომპონენტებს შორის. კონსტიტუციის ახალი პროექტით პრეზიდენტი აღარ იქნება უფლებამოსილი თვითონ წარადგინოს ძალოვანი უწყების მინისტრები. კანდიდატებს მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრების მსგავსად პარლამენტს პრემიერი წარუდგენს. იმიჯნება პირველი პირის უფლებების საგანგებო და საომარი ვითარების შემთხვევებშიც. საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა სჭირდება. პარლამენტი საგანგებო ვითარების საჭიროებას მხოლოდ პრემიერის თანხმობის შემდეგ 48 საათის განმავლობაში განიხილავს. გვაქვს შანსი გავხდეთ პირველი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტს როგორც ქვეყნის მთავარ სარდალს,
პრემიერის თანხმობა აღარ სჭირდება. პრეზიდენტი ძველი კონსტიტუციის მსგავსად ახალი პროექტითაც იქნება უმაღლესი მთავარსარდალი, რომელიც ნიშნავს და ათავისუფლებს მხედართმთავრებს, სარდლებსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს. აქ ჩვენი რეკომენდაცია იყო და ეს გათვალისწინებული იქნა საკონსტიტუციო კომისიის მიერ, რომ ასევე პრეზიდენტს დარჩეს იმ საკანონმდებლო ფუნქციები, ანუ ის ნორმატიული აქტები, რომლებიც საჭიროა გენერალური შტაბის ყოველდღიური ფუნქციონირებისათვის. არ იქნება მიზანშეწონილი, რომ გაყოფილი იქნას, რომ შეეძლოს პრეზიდენტს და ამტკიცოს მხოლოდ სტრუქტურა, ხოლო ამ სტრუქტურის მართვის წესს ამტკიცებდეს პრემიერი. ეს მიზანშეწონილი იყოს ერთხელში, რაც უფრო ეფექტურს და ადვილს გახდის შეიარაღებული ძალების მართვას. პრეზიდენტს რაიმე ფუნქცია, რომელიმე კონკრეტული მინისტრის წარდგენასთან ან პრემიერ-მინისტრის წარდგენასთან დაკავშირებით ამ მოდელში გამორიცხულია. ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიმიჯნა საომარი და საგანგებო ურთიერთობების გამოცხადების პროცედურები. ჩვენ არ გვინდა, რომ თავდაცვასთან მიმართებაში რაიმე, თქვათ, დეტალი იქნას გამორჩენილი და ყველაფერი უნდა იყოს დაზუსტებული, იმიტომ რომ ეს არის ქვეყნის უსაფრთხოებასთან დამოკიდებულებაში. მომდევნო შეხვედრებს კომისია უკვე თელავსა და ფოთში გეგმავს. საჯარო განხილვები საქართველოს მასშტაბით 2 კვირაა მიმდინარეობს. შესაბამისი საპარლამენტო კომისია მუშაობას 24 აგვისტოს დაასრულებს. კომისია ამ პერიოდის განმავლობაში მიღებულ შენიშვნებს განიხილავს და კონსტიტუციის პროექტი პარლამენტშიც მხოლოდ ამის შემდეგ შევა. უკვე ჩასწორებული კანონპროექტის განხილვა კი საპარლამენტო ორგანოში დაიწყება საშემოდგომო სესიაზე, რომელიც ოფიციალურად სექტემბრის 1 სამშაბათს 7 სექტემბერს გაიხსნება. რა ბიზნეს ფლობს ერეკლე კოდუას დედა და რატომ ფიქრობს ოპოზიცია, რომ კოდუას ოჯახურ ბიზნეს ხელისუფლება ავიწროებს? ქართული პრესა დღეს წერს, რომ ლაურა ღაჭავას კუთვნილ საბაჟო ტერმინალ გაკოს ფინანსური პოლიცია ამოწმებს. ერეკლე კოდუამ კი არაყიშვილის პოლიციის ყოფილ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში აჩერა. როგორ პასუხობს გავრცელებულ ინფორმაციას ერეკლე კოდუას დედა ლაურა ღაჭავა და დაიწყო თუ არა ხელისუფლებამ კოდუას ოჯახის ბიზნესის შევიწროება? ანა გოჩაშვილი გიამბობთ. საერთოდ ერთხელ იყო მოსული და არც უნახია. არც ერთ შვილს მარტო ვაკეთებდი და ამას. ერეკლე კოდუას დედა და ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა ამბობს, რომ შვილებს მის ბიზნესთან არანაირი კავშირი არ აქვთ და შესაბამისად მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საბაჟო ტერმინალ გაკოში ფინანსური პოლიციის შესვლის შესახებ აბსურდულს უწოდებს. დღეს გაზეთი ქრონიკა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ სწორედ გაკოში ფინანსური პოლიციის შესვლის შემდეგ ერეკლე კოდუას არაყიშვილის პოლიციის ყოფილ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობაც შეუჩერეს. ირაკლი კოდუას არასოდეს მშენებლობასთვის ხელი არ მიუძღვის. ეს არის ჩემი ბიზნესი და ვინაიდან ცოტა რთულია დღეს მშენებლობა, შევაჩერეთ და აი ფაბრიკის საქმიანობაში გადავერთე. ფინანსური პოლიციის გაკოში შესვლას უარყოფს საბაჟო ტერმინალის დირექტორიც. დავით მუმლაძე ამბობს, რომ ტერმინალი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და არანაირ შეზღუდვას ადგილი არ აქვს. ჩვეულებრივად მიმდინარეობს თვირთების დამუშავება საბაჟო ოპერაციების და ხდება გამბაჟება. არანაირი ფინანსური პოლიცია არ არის შეიძლება თქვენი თვალით ნახოთ. განსხვავებული ინფორმაცია აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას. ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ყველა იმ პირის მოშორებას ცდილობს, რომელიც რაიმე ინფორმაციას ფლობს და რომელიც მეტნაკლებად საშიშად ეჩვენება. რა თქმა უნდა, კოდუა ფლობს ინფორმაციას შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაციებს, თუ შემსრულებელი არ არის ის საერთოდ. ასე რომ როგორც გითხარით, კლასიკური მაგალითი არის და კლასიკური მოქმედება არის, როდესაც დიქტატორი პირებს, პერსონებს, რომლებთანაც არის ის რაღაც დოზით, ესე თუ ისე დავალებული, ის იცილებს ხოლმე დიქტატორი ყოველთვის აუცილებლად. თითქოს ერეკლე კოდუას უსიამოვნება აქვს თავის ხელმძღვანელებს და ეს არ არის სიმართლე არანაირი. ესე ჭირდებოდა ალბათ და გადაიყვანეს და ეს არანაირი ის არ არის, რომ იქ ვერ მუშაობს და პირიქით გადასარევად გრძნობს თავს და მუშაობს და ჩვეულებრივ რეჟიმშია. დაიწყო თუ არა ხელისუფლებამ ერეკლე კოდუას ოჯახურ ბიზნესზე ზეწოლა უცნობია. კოდუას ოჯახი ამბობს, რომ მათი ბიზნესი დღითი დღე ვითარდება. განსხვავებულ ინფორმაციას ფლობენ ოპოზიციაში და ვარაუდობენ, რომ ერეკლე კოდუას სახელისუფლო წრეში ავტორიტეტი აღარ არის და ამას ისიც მოწმობს, რომ რამდენიმე თვის წინ მან პატიმრობისგან საკუთარი ცოლის ძმაც ვერ იხსნა. მიშა ჟორჟოლიანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.